მადლობა, ეს ნოდარ მელაძე იყო. ახლა კიდევ ერთი საქმე, რომელშიც ძალზე ბევრი კითხვის ნიშანია. პატრულის დადევნების ოპერაცია რის შემდეგაც მტკვარმა ცხედარი გამორიყა. დაღუპულის ოჯახი პოლიციაზე ეჭვობს, პოლიციის მწირი განცხადებებიდან კი ირკვევა, რომ ოჯახის წევრებიც საეჭვოდ იქცევიან. ამის გამო გიორგი გვიშიანს რეპორტაჟის გასვლის წინ ხელახლა მოუწია საქმეზე მომუშავე ადვოკატის გადაღება და მისთვის ინტერვიუს ჩამორთმევა. 2016 წლის 1 აგვისტოს 38 წლის ზურაბ ხუციშვილი ელიბაშვილი სადღეღამისო მაღაზიასთან ყავის საყიდლად შეჩერდა. სათვალთვალო ვიდეოკამერის თაიმერზე ღამის 2 საათი და 28 წუთია. ახალგაზრდა კაცი სოფელ გლდანიდან აეროპორტში დედისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმის დასახვედრად მიდიოდა. კურნალობის კურსის გავლის შემდეგ ისინი საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ. დედამისი მოვიდა ტაქსითა და ის ძმაც ტაქსით მოვიდნენ იქიდან აეროპორტიდან და არ მოსულა ზულიყო იქაო. მერე მანქანა მოვდებდნენ და მანქანა ტელეფონის იმით ვიპოვეთ. რო იქ საპატრულოში იდგა და ზულიყო არ იყო. საჯარიმო სადგომზე გადაყვანილ ავტომობილს წინა მარჯვენა საბურავი აღარ ჰქონდა. მანქანას იმავე მხარე შეჯახების კვალიც ემჩნეოდა. პოლიციაში ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ავტომობილი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიტოვებული იპოვეს. ზღოლის გაუჩინარების თაობაზე კი არაფერი იცოდნენ. და მესამე დღეს იქიდან ამოიღეს. მტკვარიდან. მტკვარში რა უნდა და დაჭეხილი ხოდა თავპირი არ გადავხადეთ. მკვდარი იყო ეგრე რომ არ მინახია მკვდარი ჩემი შვილი. და გადაგდებული წყალში. გვამზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზურაბ ხუციშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი ასფიქსია იყო, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა. გამოძიების კითხვას აღენიშნებოდა თუ არა გვამს დაზიანებები, ექსპერტმა დასკვნაში ცალსახად უპასუხა. გვამის მოკვლევისას ხელზე აღინიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები. მარჯვენა მყვიმალის, მარჯვენა თვალბუდის, ზედა ტუჩის, ორივე მუხლის, სახსრისა და წვების მიდამოებში მრავლობითი სისხლნაშხენთი და ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგად. სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით აღიზრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახი ამ ვერსიას თავიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდა. რაზე მაიკლამდა თავსა ბავშვა უხარო და გადარეული იყო, ეხლა ჩემი ძმა ჩამოესა. ბავშვებთან და იმან მოქალაქეობა მიიღეს. ეხლა რო წავალ მამაო, წელსა და ჩამოვალ და ახლა სართულით უნდა გავაკეთო. ყველაფერი ეზოდან დაიწყოს შეღობას, ყველაფერი გააკეთა. ზურა ხუციშვილი ელიბაშვილი უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში საფრანგეთში მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში ის მამის მოსანახულებლად იყო ჩამოსული. რომელი ბიჭი იყო კონფლიქტო, იმიტომ ჩამოვიდა ახლა რომ აი ეს რაღაცები, აი ეს მოაგვარა რომ ინვალიდიზმი მყავდა, რომ ჩამოა იქიდან რომ მივიდეს ტუალეტი ხონდეს, ისა ხონდეს, გარანტიასფლელი არ იყოს რომ წახვიდეს და მე თავის და მიხედოს ამ ბავშვს. ხო და 4 წელიწ ის არის უფროსია და აი ეს ღრებში აკიდებული დაყავდა ის შვილი. და ჩვენ თუ ყველა იმის იმედი ქონდა იმ ჩემი შვილისა რომ ამას უნდა ვეცხოვრებინა ჩვენ რაღაც მინდა სიტყვე მაგრამ ხო ცოდვა ის ძმა რა მოუკლეს ძმა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები როგორც ამას პოლიცია უმრავლეს შემთხვევაში აკეთებს, თავიდან დაზარალებულად არცნეს. შესაბამისად მათ საგამოძიებო მასალების ნახვის უფლება წაერთვათ. დაზარალებული სტატუსის მოპოვება მხოლოდ საქმეში ადვოკატების ჩართვიდან 5 თვის შემდეგ მოხერხდა. გამოძიებამ ოჯახის წევრებსა და მათ დამცველებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები უჩვენა. ერთ-ერთი ვიდეო მასალა, პირველი, რომელიც არის მისი კადრი არის ეს ამ ვიდეოკამერის მიერ გადაღებული, რომელიც ძალიან მშვიდად მოძრაობს აეროპორტის მიმართულებით და მას უკან მოყვება 2016 წლის მოდელი შკოდა. მანქანის ნომერი არის ესე იგი შკოდა ოქტავია, სახელმწიფო ნომერი DD 559 SS. აღნიშნული მანქანა 2016 წლის 11 ივლისიდან, ანუ მომხდარ ფაქტამდე 2 კვირით ადრე ერიცხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. და ვიზია გაპირობებული ამას ვითხოვთ და ვინ იჯდა იმ 1 აგვისტოს ღამის 2 საათიდან გამთენიამდე მე მოთხოვნილი მაქვს ოფიციალურად და ვალდებულები საჯარო ინფორმაციაა. თუ ოპერატიული ინფორმაციაა, მაშინ გამოძიებას უნდა მიაწოდოთ, გამოძიებისგანაც ვითხოვთ ამას. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან შუქნიშანზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი
გამოძიების მიერ ამოღებული უკანასკნელი ვიდეო მასალაა. ამოღებულია თითქმის ყველა ჩანაწერი გარდა იმისა, სადაც ეჭვი გვაქვს, რომ რაღაცა მოხდა იმ ფაქტის, ანუ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიამდე ყველაფერი ამოღებული აქვს, ჩანს და იმის მერე არანაირი ჩანაწერი აღარ არსებობს. აქ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერა დამონტაჟებული, სპეციალური სამსახურის კამერა, არის ვისოლის კამერა და ორი კამერა არის კიდე, რომელიც ეს მოედანი ფაქტობრივად კამერებით კონტროლებადია, არც ერთი მათგანი არ არის ამოღებული. გარდა ამისა, გამოძიება არ დაინტერესებულა მარჯვენა მხარის ჩანაწერებით. ეხლა ლოგიკურად ებადება კითხვა. რატო არ აინტერესებდა გამოძიებას, რომ ამოეღო როგორ მოხდა ეს კაცი მარჯვენა მხარეს? ამ ადგილიდან 13 წუთში ჩვენ უკვე მას მეორე კამერა გვაქვს ნანახი უკვე სადაც საპატრულოს გადაუსწრებს, ეს არის ვახუშტის ხიდთან. და ჩვენ საგამოძიებო ექსპერიმენტი გავაკეთეთ ღამის 2 საათზე და აქედან ვახუშტის ხიდამდე მისასვლელად დაგჭირდა სულ 3 წუთი. რა მოხდა იმ 10 წუთის განმავლობაში, როცა ზურაბ ხუციშვილის ავტომობილი სათვალთვალო კამერების არეალიდან გამქრალია, გამოძიებით დადგენილი არაა. ოჯახის წევრებსა და მათ დამცველებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის საშუალება რჩებათ. სავარაუდოდ ინციდენტი ხდება ამ ხიდამდე. აქ გაჩერებული ყავთის, ვისაც მაშინ ამოიღო და პირადობა აჩვენა, რომელიც მარჯვენა სავარძელზე იყო დადებული და ეს პირადობა რომ აჩვენა მას, შემდეგ უკვე მის მიმართ არის განხორციელებული ეს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც აიძულა ეს მოbrunებული იყო და წამოსული იყო უკან სახლში. ვიღაცა ჩინოსანი ურევი ან შეურაცხყოფა მიაყენეს ეს ან რაღაც ან გარწყმა ხონდას ან გამორწყმა ხონდას იმ და არასწორია იმას რა ჩინოსანი რო იყო ეს ვიღაცა უბედური შვილი იყო და აბა ასეთი ვარაუდის საფუძველს ოჯახსა და მათ დამცველებს საქმეში არსებული ის ვიდეო ჩანაწერი აძლევთ, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის კამერით არის გადაღებული. კაცი რომელიც მიდიოდა მარცხენა სანაპიროთი აეროპორტში დედას უნდა დახვედროდა, აი ამ ჩანაწერიდან 13 წუთში ჩნდება ვახუშტის ხიდის ქვეშ ლუკოელის კალონკასთან დაახლოებით მიდის ციმციმა ავარიული შუქება ანთებული წინა მარჯვენა საბურავ დაშვებული, გაურბის აშკარად ვიღაცას. ის რომ გაქცეოდა დაუშვათ კრიმინალის ან ვიღაცას, ის პოლიციას აუცილებლად გაუჩერებდა. პოლიციას ასწრებს და გარბის. პოლიცია მოუწევს რომ გაჩერდი. ეს ეკიპაჟი ვერ უჩერებს, რატომ? ფაქტობრივად სიკვდილს გაურბს ადამიანი. ავარიულები ჩართული აქვს და დისკებით გარბის დიდი სისწრაფით, რომ გაიქცეს ამ პოლიციას, იმიტომ რომ ის რომ თუ დაეწევიან მას სავარაუდოდ, ну რაც შემთხვევა, იგივე მიზნით მოსდევენ ეს საპატრულო ეკიპაჟი მას და ეს შკოდა, რომელიც მას მოსდევს. იმის თაობაზე თუ რამ გამოიწვია ზურაბ ხუციშვილის კუთვნილ ავტომობილზე წინა მარჯვენა საბურავის დაშვება, ადვოკატებს ორი ვერსია აქვთ. იცით რომ ეს ადგილი იამები არ არის აქ, ორმოები არ არის და არაფერი. ორი ფაქტი აქვს. ან შეიძლება ვიღაცა მექანიკურად ან სროლით ან დანი დააზიანა, ან შეეჯახა რაღაცას. საბურავი რო ავარდნილი იყო ბარდიულზე, მას დაზიანებები ექნებოდა, ასევე დისკზეც დაზიანებები არ არის და რაც სავარაუდოა რომ მისი ამ საბურავის დაშვება გამოიწვია ალბათ გასვლამ. კადრებში ჩვენ გვაქვს ნანახი, რომ ეს საბურავი გადასძვრება ფაქტობრივად დისკს და ეს არის რაღაც მოყმის ძეგლი რო არის იმ ადგილზე, ეს საბურავი სადაც გადასძვრება და გამოძიებას ეს საბურავი არ ამოუღია. არ დაიშუნდა ამოიღო ალბათ. უნდა ამოიღო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, იქ აშკარა იქნებოდა იქ გასროლის კვალი. ადვოკატებს კიდევ ერთი ვიდეო მასალა აქვთ ნანახი, რომელიც ასევე საპატრულო ეკიპაჟის სალონში დამონტაჟებული კამერით არის გადაღებული. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიდუბის ხიდის სიახლოვეს ზურაბ ხუციშვილი საჭეს ვეღარ იმორჩილებს და იქვე მდგარ ავტომობილს ეჯახება, რის შემდეგაც ის მანქანიდან გადმოდის და მტკვრის მიმართულებით გარბის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგება უკან, ეს არის 03 საათი და 4 წუთი და 50 წამი დაახლოებით შუაღამის იმ ჩანაწერის მიხედვით. რო გარბის მტკვრის მიმართულებით 4-5 წამში მისდევს ძღოლი ეკიპაჟის წევრი. განხორციელდა თუ არა დევნა? შინაგან საქმეთა სამინისტროს იძახეს, რომ დევნა არ განხორციელებია. თუ დევნა არ განხორციელდა მის მიმართ, 5 ეკიპაჟი გამორიცხულია, რომ 1 წუთში, ან მეორე ეკიპაჟი მოდის 20 წამში, მესამე ეკიპაჟი მოდის უკვე რაღაც 9 წუთში და 1 წუთის განმავლობაში 5 ეკიპაჟი იყრის თავს. ტრიალ მინდორზე, რომელიც დაახლოებით 10 მეტრიანი ხევით მთავრდება, პოლიციელებმა გაქცეული მძღოლის კვალს ვეღარ მიაკლიეს.
კადრში ჩანს, რომ 4 წამში რო გადმოვა ზურა, 4 წამში მეორე მოყვება. და ის რამე არაფერი არ გამიგონია, გაიქცა. აი როგორ შეიძლება 4 წამში აი ადამიანი გაიქცს? თუ გაგექცა და ადამიანი 4 წამში უკან მოყვები, გაიგე ხმა გადავარდნისაა, რატომ არ იძახებს სამაშველო სამსახურს და 20 წამში ეს პირველი ეკიპაჟი ტრიალდება და მიდის უკან 20 წამში. ოჯახის წევრებისთვის ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა დამხრჩვალიყო ადამიანი, რომელიც ხევში გადახტომის შემთხვევაშიც კი წყალში ვერ აღმოჩნდებოდა. რომ გაიქცე და გადახტი, არა იმ ხეებში ვერ გადახტე, მაინ დაგიჭერ და გაგაჩერე. და მაშინ იყო აგვისტო. და საერთოდ ანუ მეტრანახევარი 2 მეტრის მანძილზე ხმელეთი იყო. წყალი საერთოდ იყო შუაში იყო ემუხამდე მეტი არა. აი აქ ჯებირი არა არაფერი. ფიზიკურათაც რთულია რომ წყლამდე ჩახვიდა რომ გადავარდე. დაზარალებულებისთვის და მათი დამცველებისთვის ეჭვს იწვევს შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟების ქმედებაც. ხო, ვიღაცა იტყვის, რომ კაცი გადახტა და მიემალა მეტი რა უნდოდა, ხო? რა უნდოდა და ის რომ მოკვდა მერე იქ. და უნდა მისულიყვნენ გამოეძახებინათ სამაშველო. ყველანაირად დაეთვალებინათ შემთხვევის ადგილი. შეჯახება რომ მოახვედრა ამ და გამოძიებას გადასცეს. მანქანა რომ წაიყვანეს საჯარიმოზე, იქ გამოძიება დაიწყო საპატრულოში. იმ ღამეს უნდა დათვალებულიყო რომ საწავიდა ვინ არის. იქნება და მიცვალებული მიყავდა ან იარაღის პარტია მიქონა, საბარგული დაათვალია რა ვინმე, რადგარბოდა ეს კაცი. ხო შეიძლება ნარკობარონი იყო. ან ვიღაცა მოკლული მიყავდა, ან რაღაც ამბავი ჩაიდინა. ხო არავინ არ იცოდა იმ პოლიციამ. მაგრამ იცოდნენ საქმე მაგაშია. ისიც იცოდნენ რომ ეს კაცი ვიღაცას გამოექცა. და მე იქ ხდება მიჩუმატება ამ ყველაფრის გადაყვანისა. მანქანის გადაყვანით იმ საჯარიმო ადგილზე. იმ ადგილზე, სადაც ზურაბ ხუციშვილი მანქანიდან გადმოხდა, ავტონაწილების მაღაზიაა, რომელიც გარე სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი. ადვოკატების მტკიცებით გამოძიებამ ამ ვიდეო მასალის ამოღება საჭიროდ არ ჩათვალა. და ეს რო ამოიღო გამოძიებას უკვე სახეზე იქნებოდა თუ როგორ მოხდა ზურას მკვლელობა, ზურაბ ხუციშვილის მკვლელობა, როგორ გახორციელდება, კარგად ექნებოდა კამერას გადაღებული. ბუნებრივია ეს მტკიცებულება მათმა გააქრეს და არ ამოიღებდნენ, ეს არის მათი მიზანი. უამრავ კითხვაზე, რომელიც ზურაბ ხუციშვილი ელიბაშვილის გარდაცვალების გარემოებებს უკავშირდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე 3 საათით ადრე მათ მოგვაწოდეს ოფიციალური განცხადება, რომელშიც ყურადღება ჩვენთვის უცნობ დეტალზეა გამახვილებული. შემთხვევიდან მეორე დღეს საპატრულო პოლიციაში გაქცეული მძღოლის მამა გამოცხადდა, რომელმაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოტყუებით განაცხადა, რომ 1 აგვისტოს ის მართავდა ზემოთხსენებულ ავტომანქანას და შეჯახება სწორედ მან განახორციელა. პირველი რაც მისმა ოჯახის წევრმა გააკეთეს იმ წამსვე, იმ წუთზე რომ შეიტყეს რომ დილით რომ არ გამოჩნდა, აბსოლუტურად შემოიარეს ეგრეთ წოდებული კაპეზე ყველა გაყოფილება, ყველა სამმართველო კრიმინალური პოლიცია, მცხეთის კრიმინალური პოლიცია, ყველა საავადმყოფო, აბსოლუტურად ყველა თუ სადმე შეიძლება ეს ადამიანი ყოფილიყო, დროებით დაკავების იზოლატორი და არც შემ ყველგან განუცხადეს, რომ ზურაბ ელიბაშვილის მიმართ, ხუციშვილის მიმართ არანაირი დევნა, ძებნა ან მსგავსი რამე არ განხორციელებულა, არც მანქანის მიმართ დევნა, ძებნა ან რაიმე საეჭვო არ განხორციელებულა. მოგახსენოთ, რომ მათმა მანქანა აღმოაჩინეს ტელეფონში ჩამონტაჟებული სისტემით, რომლითაც მათმა დაადგინეს თუ რა ადგილზე იყო მისი მანქანა, ტელეფონი რა ადგილზე იმყოფებოდა. როდესაც მივიდნენ ადგილზე, აღმოჩნდნენ საჯარიმოში, სადაც იყო ეს მანქანა, ასე ვთქვათ, დაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო უყურებდნენ, რომ ტელეფონი იყო შიგნით. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს გარემოება საქმის რეალურ ვითარებას არ ცვლის. მისი განცხადებით, მამამ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა და 250 ლარიანი ჯარიმა მხოლოდ იმიტომ გადაიხადა, რომ ავტომობილის სალონში არსებულ შვილის ტელეფონს დაუფლებოდა. ხანს მის მიმართ რანაირ ძებნა განხორციელებულა, დევნა არ განხორციელებულა, არც ეს ადამიანი არ იყო. მათი ერთადერთი ეჭვი იყო, რომ ის უბრალოდ ჩუმად გაიტაცეს გამოსასყიდის მოთხოვნით და ეს ოჯახი თანახმა იყო, რომ შვილი დაებრუნებია და გამოსასყიდი გადაეხადათ. აქედან გამომდინარე, მათმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მერვე ეგრეთ წოდებულ მერვე ოთახში განაცხადეს, რომ კი ბატონო, გაგვატანეთ ეს მანქანაზე მე ვიჯექი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი უფლება არ ქონდა მესაკუთრის გარეშე გაეტანებია მანქანა. ეს არის კიდე ერთადერთი ფაქტი და მტკიცებულება იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურაც საგანგებოდ სამსაქმის. ოჯახისა და მათი ახლობლებისთვის ზურაბ ხუციშვილი ელიბაშვილის დაღუპვაში მთავარი ეჭმიტანილები სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან. ეგ არის მილიციის მოკლული, იმიტომ არ იყულებენ. 1000 კითხვა ჩდება, მაგრამ ყველა მივიდივართ მაგ დასკვნამდე, რომ ბავშვი არის მოკლული.
ორი აზრი არ არსებობს ამაში. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში მამა და რატომ მოუკლეს ბავშვებს. ჩვენ ბავშვებს ხო გვეკითხებიან, რა პასუხი გავცეთ? არა გვაქვს პასუხი. და გვინდა ჩვენ გავიგოთ, დაისაჯოს ის მკვლელი, რომ უთხრათ, აი შვილო, არაფერი დააშავა შენმა მამამ, მაგრამ მოკლეს ასეთი ქვეყანაა და ასე ვცხოვრობთ ჩვენ აქ. დამნაშავეების გამოვლენისა და მათი დასჯის მოთხოვნით გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია უკვე გამართეს. ისინი გაჩერებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე ამ ბურუსით მოცულ მკვლელობასა თუ თვითმკვლელობას ფარდა არ აიხდება. ბელმონტე ჯამბას მეძახდა, იმდენად ბევრს ვაცინებდი. გადაღებებზე საოცარ დროს ვატარებდით.